იუნესკოში დაცული ზემო სვანეთის სოფელ ჩაჟაში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება, დაგეგმილია სოფლის სრული აღდგენაც. პროექტის პირველი ეტაპი უშგულის მუზეუმის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. კომპლექსის აღდგენა ICOMOS საქართველოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება, მოამბის რეპორტაჟი სვანეთიდან. უშგულის თემში შხარას ძირში ზღვის დონიდან 2200 მეტრზე შუა საუკუნეების უძველესი არქიტექტურული კომპლექსია განლაგებული. სოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი 13 კოშკის, 4 ციხესახლის, 21 მაჩუბის, 11 ხალხური საცხოვრებელისა და ათეული დამხმარე ნაგებობისგან შედგება. ზემო სვანეთის სოფელ ჩაჟაშის სრული აღდგენის პროცესი უშგულის მუზეუმისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით იწყება. ჩაჟაში დაგეგმილია ახალი მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრი შექმნა. უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ კოშკს, მაგრამ კოშკი არის ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს რესტავრაციას. იმის გამო, რომ ეს ძეგლები არ დაზიანდეს და ნორმალურად მოეწყოს ექსპოზიციები. უშგულის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა მოინახულეს. ნიკოლოზ ანთიძემ და დავით ლორთქიფანიძემ მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს. დაგეგმილი გვაქვს უკვე როგორც კონსერვაცია, ასევე მუზეუმის განვითარება. პროექტი იყოს მთელი ეს სივრცე ინარჩუნებდეს თავის თვითყოფადობას და ამასთან ერთად მიიღოს ისეთი სახე, რომ განვითარებამ არაფერი არ დააზიანოს. სააგენტოს დაფინანსებით ICOMOS საქართველოს არქიტექტორ-რესტავრატორის მიერ მომზადდა ჩაჟაშის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდება კომპლექსის აღდგენა, რესტავრაცია, კონსერვაცია. საკმაოდ მაღალ ხარისხით არის პროექტი შესრულებული, რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იუნესკოსთან შეთანხმებულია, ასე რომ ჩვენი ვალია ზუსტად ზედმიწევნით პროექტის მიხედვით განხორციელდეს სამუშაოები, მეთვალყურეობა იქნება თვითონ პროექტის ავტორის და მე ვფიქრობ, რომ სრული დაცვით, სარეაბილიტაციო და მეთოდოლოგიის სრული დაცვით განხორციელდება რესტავრაცია. ექსპედიციამ ადგილზე უკვე შეარჩია უძველესი მაჩუბი, რომლის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დაიწყება. სექტემბერში კი სააგენტოს მოწვევით საქართველოში იუნესკოს ექსპერტები ჩამოვლენ. უცხოელი სპეციალისტები ქართულ კოლეგებთან ერთად ჩაჟაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან. სარეაბილიტაციო სამუშაოები ICOMOS-ის მონაწილეობით და რეკომენდაციებით წარიმართება.